საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი ყველაზე უზრდელური საინფორმაციო პროგრამა სამტრედიელი პოლიციელის შემდეგ. ვინაიდან ჩვენ სასქესო ორგანოების დემონსტრირებას არ ვახდენთ. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ ინფორმაციას იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში უკანონო სამარხიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო, რადგან გვეშინია ეს სამარხი რომელიმე ფარაონის არ იყოს და მისი პოვნისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავს წყევლა არ დაატყდეს. ვერ მოისმენთ ნიკა მელიას განცხადებას იმ ფონზე, როცა არაფერი გაკეთებულა მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაორმაგებას ნეობრივი დანაშაულია, რადგანაც ექსპერტების აზრით ესენი ლას-ვეგასში მაინც არ ივლიან და ფულს უინტერესოდ დახარჯავენ. ვერ მოისმენთ ვერც უკმაყოფილო გამოძახილს საქართველოს ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცფაიაზე, რადგან როგორც ჩანს ამ კაცს გინება მოსწონს და პოსტსაც ამიტომ არტოვებს. საინფორმაციო გამოშვებას დაუჯერებელი ინფორმაციით ვიწყებთ. სამტრედიის პოლიციასთან შეკრებილ დაკავებული სახლობლებს და ჟურნალისტებს პოლიციელმა ფანჯრიდან სასქესო ორგანო დაანახა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ყავს Facebook-ში თემის შესახებ გამართულ დისკუსიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ასე ეხმაურება. მოვიკითხე ეს ამბავი და მითხრეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. თუ რაიმე კადრები გაქვთ, გამომიგზავნეთ ან გამოაქვეყნეთ. კონკრეტულად ამ პოლიციელის სასქესო ორგანოს ფოტომასალის უქონლობის გამო მამრის ჟურნალისტები მზად არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს საკუთარი სასქესო ორგანოების ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნონ. ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ინგა გრიგოლიას რეაქციაში ბევრად უკეთესი კონცერტი ჩატარდა ვიდრე მოსკოვში. ოზურგეთში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლასთან გამაფრთხილებელი შუქნიშანი დაიდგა, როგორც ქალაქ ოზურგეთის მერიაში გვითხრეს. საგზაო ნიშნები და შუქნიშნები ყველა იმ ადგილას გაკეთდება, სადაც ამის საჭიროება იქნება. ამ დიდი მოვლენის შემდეგ ოზურგეთის მერი წითლის ანთების განვითარებისთვის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ვაპირებთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი. თბილისის ამსტერდამი, საქართველოს პრეზიდენტს ხოსე, პენსიას ღვთის წყალობა, ღმერთს კი ბიძინა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დღევანდელი მატჩი არის ქართულ-ოსური დამეგობრების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხილული შედეგი. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ცხინვალის ლიახვისა და თბილისის მატჩის კომენტირებისას განუცხადა. შემდეგი თამაში ჯოკერში გაიმართება, ფსონიკი დაკარგული ტერიტორიები იქნება, აცხადებენ ექსპერტები. საქართველოს მთავრობა შემოდის საკანონმდებლო ინიციატივით, კერძოდ ქართული ესტრადის ის მომღერლები, რომლებიც გამართავენ კონცერტს მოსკოვში, გასამართლდნენ ლინჩის წესით, ანუ იზოლებით მოისმინონ ქართული ესტრადის სხვა მომღერალთა კონცერტი. გუშინ გვიან ღამით ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ უნდა იმღერონ თუ არა ქართველმა მომღერლებმა მოსკოვში. შეხვედრაზე რამდენიმე ქართველმა მომღერალმა იმღერა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ნატოში ამ თემაზე აღარასდროს შეიკრიბებიან. რაც შეეხება დისკუსიის თემას, აქაც გადაწყდა, რომ ქართველი მომღერლების ნამღერი მოსკოვში განხილული იქნას როგორც ახალი სანქცია რუსეთისთვის. საქართველოს ფეხბურთის კომაგები თხოვნით მიმართავენ ინგა გრიგოლიას. წინა პარასკევის წარმატებული ეთერის შემდეგ, სადაც განხილული იყო თემა, უნდა იმღერონ თუ არა ქართველმა მომღერლებმა მოსკოვში, მომავალ პარასკევს გადაცემა მიუძღვნას შემდეგ თემას, უნდა ითამაშონ თუ არა ქართველმა ფეხბურთელებმა გლაზგოში. როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს ნაკრების მარცხი შოტლანდიასთან განაპირობა იმან, რომ ბრიტანეთის საელჩომ ქართველ ფეხბურთელებს შოტლანდიის ნაკრების საფეხბურთო მინდვრის ნახევრის ვიზა არ მისცა. როგორ მოგვეგო იმათ ნახევარზე, რომ გვედვიჟენია, დაგვადეპორტებდნენ. განაცხადა მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ლიახვსა და საქართველოს მთავრობას შორის მატჩის ნახვის შემდეგ ექსპერტები გვირჩევენ ნაკრების უმაგნისი ფეხბურთელები მთავრობის წევრებით ჩანაცვლდნენ. მათ წარმოადგინეს მიზეზები თუ რატომ იქნებიან მთავრობის წევრები ფეხბურთელებზე ეფექტურები. მეკარე უნდა იყოს მინისტრი ჭიკაიძე, მაშინ ჩვენს კარში არც ერთი გოლი არ გავა, რადგან ის პირადად დააკავებს ნებისმიერ პიროვნება ბურთს, რომელიც შეეცდება უკანონოდ გადაკვეთოს კარის ხაზი. დაცვაში მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ის გაამკაცრებს სავიზო რეჟიმს მოედნის ჩვენს ნახევარზე და იქ უკანონოდ გადმოსული უცხო ქვეყნის ნაკრები გუნდის ფეხბურთელები დეპორტირებული იქნებიან თავიანთ ნახევარზე. და ბოლოს გუნდის კაპიტანი პრემიერი ღარიბაშვილი უნდა იყოს, რადგან იგი ზედმიწევნით გაატარებს გუნდის მთავარი გულშემატკივრის ხედვებსა და ტაქტიკურ წიაღსვლებს. ამ შემთხვევაში კი ჩვენი ნაკრები განწირული იქნება წარმატებისთვის საუკეთესო მეოთხე ტაიმში.